არ ვიცი როგორ მოძებნეს ამათ ერთმანეთი. არ ვიცი რომელი რომელს აგიჟებს და რომელი რომელს ააბდლებს მზრდილობიანად რომ თქვა. მაგრამ მაგარი დუეტი კი შეიკრა. ბორია ივანაშვილი და ზაზა შათირიშვილი. ფერი-ფერსა. ივანაშვილმა ამდენი წელი ივარჯიშა და მაინც ვერ გაიხსნა. ენაბრგვილია ყველა ენაზე თანაბრად. შათირიშვილს კი პირიქით მგონი ვერბალური დიარი ასჭირს და რომ ახსენდება რომ მორიგ ბოდვაში მორიგი ძალიან მაღალი ჰონორარი ელის კიდე უფრო ეშლება და ეშლება. ეშლება კუჭი, ეშლება საღერღელი, ეშლება ფიქრები. Deep State-ის სახელი ცნობილი ჩრდილოვანი ძალები. სახეცვლილების მცდელობაში ვამხილე, ხოლო შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციაზე ასევე მტკიცებულებების დონეზე დავადასტურე, რომ ისინი არათუ ებრძვიან ოლიგარქიულ ძალებს, არამედ პირდაპირ მათ დავალებას ასრულებენ და ეგრეთ წოდებული რებრენდინგის პროცესში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებენ. ეს შესავლის ნაწილია, ბოლო ბოდვითი აშლილობის, რომელიც ასე ჭადი და ყველივი დაემთხვა იმედის სათქმელს. Deep State-ი თან არსებობს და არ არსებობს. ტრამპი თან ებრძვის, თან თვითონ არის Deep State-ი. სულ 10 დღე გავიდა, როდესაც იმავე ჯიბის არისტოტელემ Deep State-ად ვიცე-პრეზიდენტი ვენსი გამოაცხადა. მაშინ ბევრს გაუკვირდა, ვენსი თუ იმნაირია, ტრამპი როგორღაა ამნაირიო. გავიდა 10 დღე და როგორც წავიკითხეთ, მართლა შევიდნენ ესში არისტოტელეც, პლატონიცა და ჰეგელიც. ხო რა გითხრა, თავიდან დიდი შემართებით დაიწყო. ძალიან მოტივირებული იყო, მაგრამ რაღაც ბოლო მომენტში თითქოს ცოტა შეფერხდა. ნუ არ ვიცი, ეს რეალური ბრძოლა არის თუ უბრალოდ მიდის რებრენდინგი, ეს ამას უნახავ. ჩემთვის კითხვები არსებობს. საქართველოსთანაც არ შეცვლილა პრინციპში დამოკიდებულება. როგორ არა? ისევ სანქცირებულია სტრატეგიული პარტნიორობა არ არის. არა, ჩვენთვის კარგი ის იყო, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციების ეს ნაკადი მოგვაშორა. თავარია რომ ჩვენი ხელისუფლება ებრძვის Deep State-ს. ხო კონდათ მოლოდინი რომ აი ტრამპი დაამარცხებდა Deep State-ს და არაფორმალურ გავლენებს. კი, თავარია რომ რებრენდინგი არ მოხდეს Deep State-ი. თან არ მინდა პროჭორულელთა შემოგდებულ რაღაც სულელურ სალაყბოზე ყურადღების გადატანა. თან ახლა როგორ გინდა გვერდი აუარო თუ ამ რეგვენების იდეებით ეწყობა მთელი ქვეყნის პოლიტიკა. ახლა კიდევ კარგა ხანს იძახებენ რებრენდინგს. ვისაც ეგ სიტყვა არ გაუგონია ქუცებიდან, აუხსნიან, რომ ხვალ ვიღაცა ჯერ დაუხურავი თავისუფალი მედია რომ მიადგეს ჩართული კამერით, არ შერწყვნენ და გაიმეორონ. ტრამპი მხოლოდ რებრენდინგია, სახეცვლილებაა Deep State-ის. ერთადერთი ვინც მაგ მსოფლიო ოლიგარქიას ებრძვის კი ბორის ივანაშვილია.